საღამომშვიდობის სატელეკომპანია ბორჯომის პირდაპირ ეთერში დღის ქრონიკა ახალ ამბებს მე მაია მამასტარაშვილი წარმოგიდგენთ. დღევანდელ გამოშვებაში თქვენ ნახავთ. უხარისხო სასმელი წყალი და მოსაწესრიგებელი წყალმომარაგების სისტემა ახალდაბაში. აფხაზეთიდან დევნილი ხურცილავების ოჯახი შეწყვეტილი სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს. ახალდაბის მოსახლეობას სუფთა სასმელი წყლის პრობლემა აქვს. წყალი, რომელიც მათ ონკანებში მოდის, რამდენიმე კვლევამ დაადასტურა, რომ უხარისხოა. პრობლემის მოსაგვარებლად სათავე ნაგებობის სრული რეაბილიტაციაა საჭირო. კონკრეტულად რა პრობლემებია და როდის დაიწყება სამუშაოები, ვრცლად ნახეთ ნინო ვართაპეტიანის სიუჟეტში. ახალდაბის საჯარო სკოლის ეზოში არსებული ეს ონკანი ერთადერთია, საიდანაც მოსწავლეები და პედაგოგები წყალს სასმელად იყენებენ. ამავე სკოლის ეკოკლუბის წევრებმა კვლევა სწორედ ამ წყალზე ორჯერ სხვადასხვა ამინდის დროს ჩაატარეს, რაზეც პასუხი ორივე შემთხვევაში ერთმანეთისგან განსხვავებული აღმოჩნდა. ბოლო კვლევის შედეგად მივიღეთ, რომ ეს წყალი უხარისხოა და დასალევათაც საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ახლაც ვიყენებ სასმელად ამ წყალს, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ არის. ახალდაბაში მცხოვრები ქეთევან კაპანაძე აცხადებს, რომ წყალი, რომელიც მათ ონკანში მოედინება, სასმელად უვარგისია. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობა მოკლებულია ინფორმაციას სასმელი წყლის ხარისხის მდგომარეობასა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის შესახებ. ხარისხიანი არ არის წყალიშვილო, ამ დროშიდაც რომ იმახნებს უღრია მოდის თითქმის. თუ იწვიმა, მე საერთოდ ხო ვეღარ დალენ წყალს. და ვერ იყენებთ ამას სასმელად? ახლა საღაწევიდეთ მაინც ვიყენებს ასე დავდგამთ და რომ დაწმინდავდება. უვარგისი და რამე ბაქტერიები თუ არის, არავის არ გაუფრთხილები ვართ. ამ წყალს ვსვავთ მთელი მოსახლეობა, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა წვიმა არის და ცუდი ამინდებია, ძალიან ცუდი გაბინძურებული ტალახიანი წყალი მოდის. და რას იყენებთ მაგ შემთხვევაში? უნდა ვიყიდოთ მაღაზიაში. ეს სწორედ ის სათავე ნაგებობაა, საიდანაც ახალდაბის მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება. თუმცა მანამდე სამი სხვადასხვა პროცედურის გავლა უწევს. კვლევის მიხედვით, ონკანებისა და ჭების სანიტარული მდგომარეობა ზოგადად დამაკმაყოფილებელია და მიეკუთვნება საშუალო რისკების კატეგორიას. წყალმომარაგების სისტემა კი მიეკუთვნება მაღალი რისკის კატეგორიას, საჭიროებს შეკეთებას და გაუმჯობესებას. ეს არის 40 წლის ფილტრი. ერთი პერიოდი გარემონტო და ვითომ ჩვენ 26 კამაზი სირა ამოვიღეთ იქ და გადავაყარეთ, ახალი ჩაუშვით რაღაცა, ახალი მოიტანეს და ეხლა ის ფილტრავს, მაგრამ ვერ ფილტრავს, არ არის თანამედროვეს ვერ იცავს. იმისათვის, რომ ახალდაბის მოსახლეობას სუფთა სასმელი წყალი მიეწოდოს, სათავე ნაგებობის სრული რეაბილიტაცია უნდა მოხდეს, რისთვისაც რწმუნებულის განცხადებით 300,000 ლარია საჭირო. იმის გამო, რომ აღნიშნული პრობლემა სხვა სოფლებშიც მწვავედ დგას, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა პრიორიტეტების მიხედვით გამოიყოფა, აცხადებს მარადი ჩადუნელი. იმას გავაკეთეთ, რომ მორიგება დავაწესოთ, შეიძლება დაგვარათ, რომ ამ პერიოდში როცა ხდება თქვათ თოლის ან და სხვა წვიმა, რომ იქ მას არ მოხდეს, გადაიკეთოს ონკანები, რომლებიც რომ აკავშირებს თქვათ გარე მდინარეს, აკავშირებს აუზებთან, რომელიც რომ გასაფილტრები არის და არის კიდევ სალექარი დასახელდა 2015-2017 წლის ბიუჯეტი და აი ამ პერიოდში 15-დან 17 წლამდე აუცილებლად ჩაისვნა. კიდევ ერთი ინფორმაცია კი ის არის, რომ ეკოკლუბის წევრებისგან დამოუკიდებლად ლაბორატორიული კვლევა ახალდაბაში არსებულ წყალზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომას ჩაატარა. ეს ის ოფიციალური წერილია, სადაც აღნიშნულია, რომ სასმელი წყლის სინჯების ნიმუში არ შეესაბამება სტანდარტებს. ამჟამად სასმელი წყალი არ არის უსაფრთხო პედაგოგიური პერსონალისა და მოსწავლეთა ჯანმრთელობისათვის. პრობლემის მოგვარებამდე რეკომენდირებულია მათ სასმელად გადადუღებული წყლით ისარგებლონ. აფხაზეთიდან დევნილი ზოია ხურცილავა შეწყვეტილი სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს. ოჯახი სოციალური აგენტის მიერ მინიჭებულ მაღალ ქულას აპროტესტებს და განმეორებით შემოწმებას ითხოვს. აფხაზეთიდან დევნილი ზოია ხურცილავა სოციალური დახმარების შეწყვეტას აპროტესტებს. მისი განცხადებით, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გამო მისი ოჯახი დახმარებას ნამდვილად საჭიროებს და მაღალი ქულა მათ შეცდომით მიენიჭათ. ზოია ხურცილავა სოციალურ დახმარებას 2006 წლიდან 2010 წლის ჩათვლით იღებდა. 2010 წელს მას დახმარება შეუწყდა. აგენტი რომ მოვიდა და დავჯექით და ვილაპარაკეთ, აი ხლეშით ვიყავი, გული არ გამისდა, თუ არა არაფერი არ მომივიდა. რა გაქვს შემოსა? მე ვთქარი არაფერი.
არაფერი აბსოლუტურად მუშაობს სახვაძე 3 თვე. აგერა ჯუმბერის სახვაძე, აგერა ვარ მე. რას მაძლევს მაგ და რა უნდა მომცეს მაგარი მის ფასი რომ მე წელიწადი ვიხმარო. მე პატარა ბოსტანი მაგ არაფერი არ დამიფიცი აბსოლუტურად რა ჩაწერა და რა გააკეთეს აზრზე არა ვარ. 2010 წლის აგვისტოს თვეში შეუწყდა იმის გამო რომ პიროვნება არ ცხოვრობდა ადგილზე, მუდმივად არ ცხოვრების გამო მას შეუწყდა დახმარება. 2010 წლის შემდგომ 2014 წელში შემოიტანა ქალბატონმა განცხადება ივლისის თვეში სოციალური დახმარების დასანიშნად. იყო მისული აგენტი, გასაუბრება მოახდინა თვითონ ქალბატონ ზოიასთან და დეკლარაციის შევსების შემდგომ დაეთვალა ქულა 95,010, რომელიც დახმარების მიმღები ქულა ნამდვილად არ არის. სოციალური დახმარების აღდგენაზე უარს ზოია ხურცილავას არიცხის მანქანას და სახლის წინ მცირე ზომის ბოსტნის არსებობას უკავშირებს. იგი აგენტის მისვლას და შემოწმების განმეორებით ჩატარებას მოითხოვს. გთხოვთ, თუ რამე შეიძლება, გადამამოწმეთ. უთხარი რომ მეორადი შემოწმებაზე გამოუშვი ხალხი მეთქი. მთავრობის დადგენილების გამო 2010 წლის დადგენილებაა ასეთი ოჯახში ჩვენ თვითნებურად შესვლის უფლება არ აქვს. თუ ოჯახში არ შეიცვალა დემოგრაფიული მონაცემები, ოჯახი არ გადავიდა საცხოვრებლად ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, არ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ოჯახში არ დაემატა სტატუსიანი ვინმე სტატუსის მქონე, ან არ გაუჩნდა ლეგალური შემოსავალი, ან არ დაკარგა სტაბილური შემოსავალი. განმეორებითი შემოწმებისთვის შეუძლია მომართოს სააგენტოს მხოლოდ და მხოლოდ 2015 წლის 30 ივლისის შემდგომ. ზოია ხურცილავას განცხადებით იგი სოციალური დახმარების მისაღებად ამჯერად შემდგომ ინსტანციებს მიმართავს. ხუდონჰესის მშენებლობა შესაძლოა სახელმწიფომ განახორციელოს. ამ თემით ეთერში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. საბითუმო მაღაზია მესხეთის ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გთავაზობთ პირველადი მოხმარების კვების პროდუქტებს, ყველაზე საუკეთესო ფასად ბორჯომში. ქალაქიდან გაუსვლელად თქვენ შეძლებთ შეიძინოთ. დიდი მოცულობის სიმინდის სეთი 4 ლარი და 80 თეთრი. მაკარონი 3 ლარი და 80 თეთრი. უმაღლესი ხარისხის ფქვილი 50 ლარად. ტომატი 2 ლარი და 20 თეთრი. ლობიო 3 ლარიდან. ბრინჯი ლარი და 40 თეთრი. ასევე ჰიგიენური მოხმარების ნივთები ყველაზე იაფად ბორჯომში. პირველი ხარისხის კვერცხი 24 თეთრი. დაზოგეთ დრო და თანხები. ესტუმრეთ საბითუმო მაღაზიას. თქვენთვის საჭირო საქონელს ვერ იპოვით, უფრო დაბალ ფასად. ყოველწლიურად საქართველოში ასობით ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ხდება. ნუ დადგები მარტო ამ პრობლემის წინაშე. ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. სპეციალურად მომზადებული უბნის ინსპექტორები კონფლიქტური ოჯახების პერიოდულ კონტროლს, ანალიზს და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ოჯახური ძალადობისას დარეკე 112-ზე. ძალადობა დასჯადია. შინაგან საქმეთა სამინისტრო. აგრძელებთ გამოშვებას. საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობას უკვე წლებია რეგიონებში აპროტესტებენ. ბოლოს ეს თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ენერგეტიკის მინისტრმა ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომლის თანახმადაც ხუდონჰესის მშენებლობა შესაძლოა სახელმწიფომ განახორციელოს. თუ რას ფიქრობენ კალაძის ინიციატივაზე ექსპერტები და პოლიტიკოსები, ნახეთ შემდეგ სიუჟეტში. როდესაც კაშხალი გაკეთდება, დაგუბდება წყალი, სინესტე იქნება, მოსავალი არ მოვა. მოსახლეობა ჰესების მშენებლობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წლებია აპროტესტებს. განსაკუთრებული ხმაური სოფელ ხაიშში ხუდონჰესის შესაძლო მშენებლობამ გამოიწვია. ხუდონჰესის მშენებლობის დაწყებას აუცილებლად მოყვება სვანეთის ეკოსისტემის განადგურება, მათ შორის რამდენიმე სოფელს ემუქრება საერთოდ გაქრობა. ჩვენ მოვიტყოთ ხუდონჰესის პროექტზე საბოლოოდ უარის თქმას. ხუდონჰესის თემა აქტუალური გასულ კვირას კიდევ ერთხელ გახდა. მას შემდეგ რაც კახაკალაძემ ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ინვესტორის ნაცვლად მასშტაბური პროექტი სახელმწიფომ განახორციელოს.
დარეგისტრირებული იყო ოფშორში და მიგვაჩნია მიზანშეწონილად ყველაფერი იყოს გახსნილი, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესი არის ძალიან მაღალი ამ პროექტთან მიმართებაში. მე არ დაგიმალავდა, ჩვენ მქონდა საუბარი იმაზეც, რომ ხომ არ დავიბრუნოთ ჩვენ სახელმწიფომ ეს პროექტი და თვითონ სახელმწიფომ განახორციელოს სტრატეგიულობიდან გამომდინარე. ხუდონის მშენებლობის საკითხზე მოლაპარაკება ინდურ კომპანია ტრანსელექტრიკთან მიმდინარეობს. კალათის განცხადებას ექსპერტები უარყოფითად აფასებენ. მე ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია, ჯერ ერთი პრინციპულად არასწორია, სახელმწიფომ ამხელა ინვესტიცია გააკეთოს იმ საქმეში, რომელიც მისი საქმე არ არის, საინვესტიციო პროექტების განხორციელება არის ბიზნესის საქმე და სახელმწიფო არის ყოველთვის ცუდი მენეჯმენტი მსგავს ბიზნეს კეისებში და მეორე საკითხი, სახელმწიფოს ელემენტარულად არ გააჩნია საინვესტიციო რესურსი მსგავსი მასშტაბური საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის. მშენებლობისათვის საჭირო თანხები ერთ-ერთი არგუმენტია ოპოზიციისათვის, რის გამოც ნაციონალური მოძრაობა ჰესის სახელმწიფოს მიერ მშენებლობას ეწინააღმდეგება. ნინო ბურჯანაძე კი მთავრობას წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებს. სწორი არის რომ ამაში ჩაიდოს კერძო ინვესტორის ფული და არ ჩაიდოს ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფული, რომელსაც ჩვენ გადასახადების სახით ვიხდით ბიუჯეტში, რაც შევა ზოგადად განცხადებას ამას სახელმწიფო აშენებს, ეს არის ამჟამად ჩვენი ეკონომიკის პროგრამაში უბრალოდ წარმოუდგენელი, ხუდონხელის აშენებას ამჟამად მიმაქსოვს, ჭირდება დაახლოებით 2 მილიარდ 300 მილიონი ლარის ინვესტიცია, რაც საქართველოს ბიუჯეტში უბრალოდ არის. განაპირები იყო ესეთი, რომ ნებისმიერი ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით ხელისუფლება მიიღებდა გადაწყვეტილებას მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე და არა ვინმეს ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე. მე არ მახსოვს რაიმე ნებისმიერი გადაწყვეტილება ან მოსაზრება, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ არ გამოაცხადოს საერთოდ რაიმე საპირისპირო და დამანგრეველი სურათი არ დაგვიხატოს რაღაც აპოკალიფტური. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა და ეკოლოგიის უზრუნველყოფაა გაწერილი. დოკუმენტის თანახმად სახელმწიფომ ენდემურ სახეობებსა და ბიომრავალფეროვნებაზეც უნდა იზრუნოს. ექსპერტები კი ამბობენ, რომ ხუდონის აშენებას შესაძლოა უნიკალური მცენარეები და ცხოველები შეეწირონ. ძირითადი პრობლემა აქ არის ეკოსისტემური ცვლილება თვითონ ამ ხუდონჰესის მშენებლობის შედეგად, იმიტომ რომ დაიტბორება დაახლოებით 1300-მდე ჰექტარი. ეკოსისტემური ცვლილება ძალიან პრობლემატური იქნება სვანეთის რეგიონისთვის. დიდი ჰესების მშენებლობის იდეა საქართველოში დასაბამს მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს. ხუდონჰესის მშენებლობა სოფელ ხაისში მდინარე ენგურზე 1985 წელს დაიწყო, თუმცა ეროვნული მოძრაობის, სტუდენტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის შედეგად პროექტი შეჩერდა. ხუდონჰესის მშენებლობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური 2007 წელს გახდა, როდესაც მემორანდუმი საქართველოსა და ინდურ კომპანიას შორის გაფორმდა. 2011 წელს ტრანსელექტრიკს 1500-ზე მეტი ჰექტარი მიწა ერთ ამერიკულ დოლარად გადაეცა. მიუხედავად იმ სარგებელისა, რისი მოტანაც ჰესის მშენებლობა შეუძლია, მისი მშენებლობის მოწინააღმდეგეთა რიცხვი არ მცირდება. მთავრობაში კი აცხადებენ, რომ ხუდონჰესის გარშემო არსებული პრობლემები მოგვარდება, თუმცა ამ დრომდე უცნობია, განახლდება თუ არა სამშენებლო სამუშაოები. ახლა კი ვნახოთ, როგორი ამინდი იქნება ბორჯომში ხვალ და მომდევნო 5 დღის განმავლობაში. ხვალ 11 დეკემბერს ბორჯომში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 5, მაქსიმალური კი 9 გრადუსი დაფიქსირდება. დილნა ღრუბლიანი ამინდი იქნება, 10 საათზე ტემპერატურა 6 გრადუსი დაფიქსირდება. 8 გრადუსამდე აიწევს სითბო 13 საათზე, 16 საათზე კი 9 გრადუსი იქნება. საღამოს ტემპერატურა 6 გრადუსამდე დაიწევს, ასევე 6 გრადუსი იქნება 22 საათზე. ნაწილობრივ მზიანი და ღრუბლიანი ამინდი იქნება 12 დეკემბერს, ტემპერატურა 10 გრადუსი. 11 გრადუსამდე მოიმატებს სითბო 13 დეკემბერს. ნალექია მოსალოდნელი 14 დეკემბერს, სითბო 10 გრადუსი. ღრუბელი შენარჩუნდება 15 დეკემბერს, ტემპერატურა 7 გრადუსი. ასევე 7 გრადუსი იქნება 16 დეკემბერს. ასეთი იყო დღევანდელი ახალი ამბები, მე გემშვიდობებით გმადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.